ემიგრაციაში მყოფი ქართველები იტალიაში შეიკრიბნენ და ქართული მრავალხმიანი სიმღერა და გალობა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნეს. რომის ქუჩებში ექსპროტად შესრულებული სიმღერები და დიდ სცენაზე წარმოდგენილი რეპერტუარი. ლიზა ციკლაური ფონდ ქართული გალობის ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიების შესახებ რომიდან ისაუბრებს. სამხმაში გაშლილ ქართულ გალობას რომის ქუჩებში ქართველი ემიგრანტები ასრულებენ. სამშობლოდან ათასობით კილომეტრის დაშორებით ქართველმა მგალობლებმა ერთმანეთს ხმები შეუწყვეს და უნიკალური ქართული საგანძური სამყაროს სწორედ ცივილიზაციის ცენტრიდან გააცნეს. It's interesting. I like it. It was very nice. ყველაფერი ეს ხდება საქართველოსთან ჩვენი მშობლიური მიწიდან ძალიან შორს. ვცდილობთ რომ არ დავკარგოთ, ყველაფერი შევინარჩუნოთ, გავაცნოთ იტალიელებს და მე მგონი გამოგდის ყველაფერი ეს. პეტრეს ტაძრამდე მიმავალი ქუჩის კუთხიდან ქართული გალობის ხმა აქ ყოველ შაბათ-კვირას ისმის, თუმცა ეს პირველი შემთხვევა, როცა ევროპის სხვადასხვა ქართული სამრევლოები და სასულიერო პირები პარაკლის ერთად იხდიან. ხმებში გაშლილი ქართული გალობა კი წლების უნახავი თანამემამულეების ერთობლივი შესრულებით განსაკუთრებულად ჟღერს. ვცდილობთ რომ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ, რასაც ქვია ქართული სიმღერის და გალობის დაღვევა და გამრავლება უცხო ქვეყანაში. ქართული პოლიფონია კაცობრიობის საგანძური. ამ სახელწოდებით ფონდმა ქართულმა გალობამ ევროპის 7 ქალაქის სამრევლო გააერთიანა და შეხვედრის ადგილად რომი შეარჩია. დიუსელდორფის, ფლორენციის, ბრიუსელის, ბარსელონას, მიუნხენის, პარიზისა და რომის ქართულმა გუნდებმა სპეციალურად მომზადებული რეპერტუარი აუდიტორიუმში შეასრულეს. მთავარი მიზანი იყო დღევანდელი დღის ამ ხალხის გაერთიანება. ეს არის რწმუნების კურთხევა, რომლის ოცნება არის ყველა ემიგრანტის საქართველოში დაბრუნება. ყველა ქართულ ეკლესიაში ყავდეს პროფესიონალი გალობელთა გუნდები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა გალობელთა გუნდს ყავდეს თავისი რეგენტი, პროფესიონალურად ისმოდეს ჩვენს ქართულ ეკლესიებში ქართული გალობა. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მოსასმენას სტუმრებს შორის საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციაც იმყოფებოდა. ძალიან გვაკლია ჩვენი საქართველო, მაგრამ ჩვენმა ეკლესიამ მოღწა შესაძლებლობა იმისი, რომ არ დავივიწყოთ ჩვენი ქართული გალობა, არ დავივიწყოთ ჩვენი ქართული სიმღერები. მთელი ევროპიდან ჩამოვიდნენ ჩვენი მრევლი, ჩვენი თანამემამულეები, შევიკრიბეთ ქალაქ რომში და იყო ქართული კულტურის ზეიმი, ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის. ხმების საოცარი კომბინაცია, მელოდია, ეს სულიერი და კულტურული საგანძურია, ძალიან მომეწონა, აღფრთოვანებული ვარ. რომის აუდიტორიუმში ლოცვით დაწყებული ქართული დღესასწაული სიმბოლურად ერთობლივად შესრულებული მრავალჟანრით დასრულდა.